როგორც ყოველთვის 4 შაბათ დღეს 20 საათზე YouTube-ზე ამ დიდ სამყაროში, ციფრულ სამყაროში არის ერთი გამონათება ხოლმე, რომელსაც ქვია მამების დრო. ხო და მოგესალმებათ მამების დრო არაჩვეულებრივ, მორიგ არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად. ხო, გადაცემის დაწყების მერე სადღაც შუაში წარვადგენთ ხოლმე სტუმარს, მანამდე კითხვასაც უსვათ წარდგინას და მოდი რაღაცა შევცვალოთ წესი და წარვადგინოთ სტუმარი. ის ხო იცი შენ. რა ქვია, როიალი ჩემი ადამიანი ბოსტონში დაუდგავ. ეგეცა. ჩვენი გადაცემაა. არც უფროსი ყავს, არც უმცროსი. ხო, მაგრამ მოდი მაინც წარვადგინოთ. ძანე. არაჩვეულებრივ ადგილას ვართ, არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად და ჩვენი სტუმარია ბატონი ზვიადოლიძე, მსახიობი, სამი ქალიშვილის მამა. კი ბატონო. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა ჩემთან სტუმრობისთვის, ჩემით დაინტერესებისთვის და ძალიან მიხარია რომ მთელი თვე, წელი და სეზონი ეძღვნებათ ხოლმე დედიკოებს და ქალებს და მამების დრო რომ არის, თუნდაც მცირეოდენი. ძალიან კარგია ეგ, იმიტომ რომ მამები ვართ და ჩვენს ყავს მამები ბატონო და სხვათა შორის იმდედებსაც ყავდათ მამები. მე იცით რა მიხარია კიდევ ბატონო ზვიად, მარტო ჩემთვის კი არ ხართ თქვენ პატივსაცემი ადამიანი, ჩემი შვილისთვისაც ხართ პატივსაცემი, ძალიან პატივსაცემი ადამიანი, 14 წლის არის ამ ეტაპზე მსახიობობა სურს, მაგრამ ნუ არ ვიცი რას გადაწყვეტს, მაგრამ თქვენაირი ადამიანი გადააფიქრებინო იქნება. არ მინდა მსახიობი რომ ამას ეს საკითხით განვიხილოთ. მე კი ბატონო. შვილის გადაწყვეტილებაში უხეშად ჩარევა ღირს თუ არა? არა. და არ უნდა მაქსაკის განხილვა, არანაირად არ ღირს ალბათ. ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა დავიწყოთ ეგ საკითხი უკვე სახელად. მე ძალიან ბევრი მიფიქრია მაგ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩემი რჩევა კონკრეტულად პროფესიის არჩევისას განსაკუთრებით გამოადგება თუ არა ჩემ შვილს. იმიტომ რომ მე მაინც მიმაჩნია მიუხედავად იმისა, რომ მამების დროს საუბრობ ამას და მამა გახლავართ სამი არაჩვეულებრივი ქალიშვილის და ჩემი სიცოცხლეების, მაინც მგონია, რომ ყოველთვის შვილი ჯობია მამას. თავისი პროგრესით, თავისი აზროვნებით, თავისი სწრაფით, თავისი ცხოვრებისადმი დინამიკით, აქედან გამომდინარე, პროფესიის არჩევაში არა, შეიძლება მიუთითო, მაგალითად მე სუბიექტური ვიქნები და ჩემ შვილებზე ვისაუბრებ, მე შემიძლია მიუთითო, დავანახო, დაუშვათ რა სიძნელეები შეიძლება. გამოცდილებიდან გამომდინარე დავანახო, თორე მის გადაწყვეტილებაში, ასე რომ თქვენს პატივცემულს უთხარით, რომ ტაში არ არის მარტო მსახიობობა, ბევრი ტკივილიც ახლავს, ბევრი მოთმინებაა საჭირო და სხვაზე ხარ დამოკიდებული და იღბალიც ძალიან მნიშვნელოვანია მაგ სიტუაციაშიც, რაც არ უნდა შინაგანი ძალა გქონდეს იმისა, რაც რომ გააკეთებ ყველაფერს. მაგრამ მაინც სხვაზე დამოკიდებული ხარ. და ალბათ ნიჭი ძამიკო ნიჭი. ნიჭი galaktium რაც ბრძანა, კი ბატონო, ნიჭი ძამიკო ნიჭი მაგას გაარკვევენ. ძალიან მინდა აღვნიშნო, სადაც ვიმყოფებით იმ ადგილის შესახებ, ჩემი მეუღლე და უფროსი ვაჟი. პრაქტიკულად მე მგონი სპექტაკლი არ არსებობს, რომელზეც ნამყოფები არ იყვნენ და ჩემთვის გამორჩეული არის ბატონი სოსონემსაძის სპექტაკლი მიმძიმს ამაზე საუბარი, რომელიც ვფიქრობ განსაკუთრებით მოზარდებმა და თინეიჯერებმა კი მძიმეა ძალიან, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახონ. ბოლო თქვენი სპექტაკლი აქვს რუსთავის თეატრში, რაც ვნახე, ფოლადი იყო და შეძრული და რაღაცნაირი ჩემ ვაჟთან ერთად ვიყავი მაშინაც და მე მიმაჩნია რომ ეს ისტორია უნდა იცოდნენ ჩვენმა შვილებმა და აქ წიგნიდან 9 აპრილი წიგნი მიყურებს ზუსტად სახეში. და ეს ამბები მოკლედ ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ და ძალიან კარგად ეს თეატრი არის არ ვიცი ჩემთვის ერთ-ერთი ჩემი ოჯახისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი. ამის თქვენ წარმოიდგინეთ ჩემთვისაც. აუცილებლად. ბატონო ზვიად, როგორი იყო ზვიადოლიძე, ვიდრე მამა გახდებოდა და როგორ შეცვალა მამობა? რა ვიცი, შემცვალა კი. ვერ გეტყვით. ალბათ უფრო პასუხისმგებლობა მომემატა და ცხოვრების აზრი მომემატა ალბათ. იმიტომ რომ რასაც აქამდე შენთვის აკეთებდი, ორი რაღაცისგან შედგებოდა ჩემთვის, მაგალითად ორი რამისგან შედგებოდა შვილებამდე ცხოვრება. ერთი იყო პროფესია, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ იმ გზაზე მე მეთამაშა და გამეკეთებინა ის, რაც მე მინდოდა და მეორე ალბათ სიყვარული. მეორე იყო პირადი ცხოვრება.
ოღონდ ბედნიერება როგორც ასეთი ჩემთვის ზვიადოლიძისთვის ამ ორივე ადგილზე მოგვარებული თემები იყო. სინთეზში უნდა ყოფილიყო, ბედნიერი მაშინ მიყავი დაუშვათ, როდესაც მიყვარდა და როდესაც კარგ როლზე მუშაობდი. ეს ყველაფერი იყო შვილების ამ ქვეყნად მოსვლამდე. ეხლა აღარც ის აღარ მაინტერესებს. არა, როგორ არ მაინტერესებს, ყველაფერიც გაინტერესებს კაცს, მაგრამ მაინც ხვდები, რომ პირველი შვილებია. ყველა სიტუაციაში შენ ბედნიერი ხარ, კარგ როლს რო აკეთებ, იმიტომ რომ შენი შვილები მოვლენ და ისინი ან იამაყებენ შენით, ან პირიქით შენი შვილებს მოგცემენ, გიყვარს, იმიტომ რომ შენი შვილებისთვის იყო თვალებანთებული და კარგი ადამიანი და დადებითი, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ შენი შვილები გიყვარს და ალბათ არა, შენი შვილები გიყვარს და საზრდოობ და სუნთქავ იმათით. ჩემს მაგალითად ეგ არის. არ არსებობს სხვა რამ, რაც შეიძლება იყოს, რომ შვილებზე წინ მე დავაყენო გამორიცხული თემა. გამორიცხული თემაა, ალბათ. არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება მომავალში, მაგრამ ყველაფერი, ცხოვრების აზრი რაც არის, რაც არ უნდა ისე იყოს ახლა გადამღერებულად გამოვიდეს ახლა ყველა ფრაზა, ყველაფერი ნათქვამია აბსოლუტურად შვილებთან დაკავშირებით აქამდე და მე ახლა ბევრ სიბრძნეს ვერ მოვაფრქვევ თქვენს მაყურებელს, რომ ვაიმე დედა ეს რა თქვა ზვიადმაო. ასე რომ შვილებისთვის ალბათ ყველაფერს გააკეთებს ადამიანი და მე საკუთარი თავისთვისაც ვისურვებდი და თქვენს გისურვებდით, როგორც მამებს და შვილების პატრონებს, რომ შვილისთვის არ დაგჭირვებოდეს ისეთი რამის გაკეთება, რომელიც ჩვენ არ გვინდა. ეს ბოლო ძალიან კაი იყო და შვილებისთვის ყველაფერს გააკეთებს ადამიანი ბრძანეთ, ლექსსაც დაწერს? ლექსს დამწერია შვილისთვის, მე მაშინ მეოთხე კლასს ამთავრებდა, მოვიდა უფროსი შვილი ჩემთან და მარიამი და მითხრა, რომ მამა მასწავლებელმა მითხრაო, რომ შენ და მამამო ლექსი უნდა წაიკითხოთო სცენაზეო ერთადო. ჩვენს ღონისძიებაზეო. ატყდა ერთი ამბავი დავიწყ კი, მამა რაზეა ლაპარაკი, მეთქი, როდის არის ერთი თვის მერე. ერთ თვეში მეთქი ხნარ ლექს როგორ ვერ მოსვიზო კაცო ბავშვსაც ვასწავლი, მეც ვისწავლი, გავაკეთე. ვერაფრით ვერ ვნახე ისეთი. კი არის ახლა ქალი და კაცის სატრფიალოა, ხალხურებში ბევრია, ყველგან ვეძები აბსოლუტურად და ისე შემომადნა და შემომაცუთა ეს ერთი თვე, რომ წინა დღეს მეუბნება, რა ლექსი უნდა წავიკითხოთო კაცო, არაფერი, ვაიმე დედა რა ვქნა მეთქი. ვერაფერი, მამა მეთქი არ არის იმ ასეთი ლექსი, ვერ ვნახე ვერაფერი, რომ მე და შენ ერთად წავიკითხოთ. ან უნდა წავიკითხოს შვილმა მამას, ან მამამ შვილს. და როგორც ასეთი ახლა ხალავისეთი თეთრი ხარ და მთელი ამბავი შვილს ხო წაუკითხავ, ხო? არა, არ არის, სორი, მეოთხე კლასელ ბავშვს მით უმეტეს. და ვერ ვნახე და ძალიან აი ნახე რომ ძალიან ეწყინა. იმიტომ რომ ეთყობა იქ მოთხოვნა სხვანაირი იყო პედაგოგებისგან და ბავშვებისგან, რომ რას ქვია, აბა ნახევთ მარიამი და თავის მამა რა სიტყვიან, როგორ გააკეთებენ და რა ვქნა და დავჯიქი და დავიწყე დაწერა და მეთქი მამა ხვალ შენ ლექსი გექნება. ხვალ მეთქი შენ არ ნერვიულო და პატარა იყო მაშინ, ახლა კიდე დაელაპარაკებდაც რა ლექსი რა. მამა შენ მეთქი ხვალ ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე იყო. მეთქი წადი. არ არის პრობლემა, დაიძინე. და მაშინ მომიწია ლექსის დაწერა. შენთვის ლექსის წასაკითხად გადაუქეკე პოეზია. შემს გულში რაც სათქმელი მაქვს წიგნებში რომ მომეწია. ბევრ სტრიქონსაც დავეთანხმე, ბევრიც ფანქრით გადავშალე, მივხვდი სიტყვებს ვიპარავდი, ავდექი და სულ წავშალე. თუ კი გულში სათქმელი გაქვს არ მოგიტანს კონვერტ წერო, უნდა გული გადაშალო და გულიდან გადმოწერო და ამიტომ ჩემო შვილო მეგიგზავნი მამის წერილს, ჩემი ხელით დაწერილს და ამ გულიდან გადმოწერილს. ჩემო ლამაზო პატარა ქალო,
ჩემო სიცოცხლის მაჯავ და გულო, მამას იმედო, მამას სინდისო, მამას ცხოვრების ლამაზო სულო. ერთი რამ მინდა ყოველთვის გითხრა, რომ აღარ იყოს კვლავ საკითხავი, მამა ვერ იცლის ეს ნეტა ვინ თქვა, მამა ყოველთვის შენ გვერდით არის. თვალებს დახუჭავ მე შენთან მოვალ და ისე მოვალ ვერ ვინ გავყაროს, შენ რომ პირველად გნახე ამ ქვეყნად აღმოვაჩინე, მაშინ სამყარო, მას შემდეგ მუდამ შენს გულში ვზივარ, სწორედ მე გავხდი შენი თანმხლები და თუ როდესმე ვერ დამინახავ, ჩემთან მოსასვლელ ფიქრებს გაღწევი. ერთი გახსოვდეს შენს უკან მდგავარ, მთელი ცხოვრების გზაზე მოყვები, თუ შენ სინდისთან მართალივლი მე სულ ვიცოცხლებ, აღარ მოვკვდები, შუაღამით გწერდი შენთვის ამ წერილს, ცრემლი მივსებ და ნაფიქრალ თვალებს, მე შენი სახე მედგა სულ თვალწინ და ვადარებდი მომღიმარ მთვარეს, ასე რომ მამას შენთვის სწალია. ის შენთანაა მამიკოს გულო, მამას იმედო, მამის სინდისო, მამის ცხოვრების ლამაზო სულ. ერთი მომენტი მქონდა კიდე მასე, მე სულ გადარბენა გადმორბენებზე ვარ ხოლმე და ბაღში ქონდათ რაღაცა ღონისძიება, ეს უკვე მეორე შვილს და ტანგო უნდა მეცეკვა. ამ ტანგოზე რეპეტიციები მიდიოდა თორმე ყოველ დილით და რა ვიცოდი მე ვარ მეცალა, ეს ისინი რა ქვია, შობლები, მამები დადიან თურმე კაცო იქ დემიპლიები და მთელი ამბები არის და გადაზნექვა, გადმოზნექვები და ვარდები და მთელი ამბები და მივედი მე დადგა ჩემი შვილი და ცეკოს მარტო, ბიჭო, აი ყველაფერი მომენგრა შიგნით რაც მქონდა, დაინგრა ყველაფერი. თუ კი რამე უსწავლებიათ თეატრალურ ინსტიტუტში ტანგოზე ტუზე რაც იწყებოდა, ყველაფერი გავიხსენე და გამოვიდა? რას ვლაპარაკობ, აბა? გამორიცხულია, იმიტომ რომ სურვილმა გაგაკეთებინა, სიყვარულმა გაგაკეთებინა, სიყვარული გაკეთებული საქმე ყველაფერი გამოდის, როგორც არ უნდა გამოვიდეს. რა, სულ რო დაეცე, ისე ადგები, რომ შენი ადგომა, ფეხზე ადგომა, ღირს დაუცემლად ცეკვასაც კი. იმაზე ზვირადღირებულიც არის და ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც მამა ცეკვავდა და ალბათ ცხოვრება არის სხვანაირი, თორე შენ შვილთან გატარებულ დროს არაფერი არ ჯობია, აბსოლუტურად რა. როგორ იზრდება ყველაფერი, მე არ ვიცი, ალბათ მამები კიდე რაღაცა ესეთი ჯიგრის ოპერაცია გაკეთებული ხალხი ვითავართ რა, ასეთი იმიჯი გვაქვს, მაგრამ მამამ სხვანაირი სიყვარული იცის და მამამ სხვანაირი შეგრძნებები იცის ალბათ. მე ახლა 52 წლის იყო მამა ჩემი რო გარდაიცვალა 21 წლის წინ, 22 წელია დაწყებული უკვე. აქედან გამომდინარე სულ სხვანაირად ვიცი აბსოლუტურად. მაშინ 26-27 წლის ვიყავი და თუ კი რაიმე შემეძლო რომ მეთქვა, უჩვეულო მაკაცური ურთიერთობა გქონდა და იმდენი რაღაცა სიღრმეები ვნახე მის მერე. მაშინ რო არ აქცევ ყურადღებას. ალბათ ჩვენი შვილებიც ნახავენ მაგ სიღრმეებს, ალბათ არ ვიცი. ნახოთ ღმერთმა ქნას ყოველ შემთხვევაში. ერთ-ერთი მიზანი და მიზეზიც ეგ არის ბატონო ზვიად, რომ მეც ძალიან ბევრი დამიკარგავ ჩემ შვილებთან ურთიერთობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი გამოვტოვე. იმიტომ ვცდილობთ მედალადო ამ თემაზე საუბარს, რომ არ ვიცი ახალგაზრდა მამები ხო არიან, ვინც შეხედავს, უნდა გაიაზროს, რომ შეიძლება რაღაც სამსახურის გამო ძალიან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გამორჩეს შვილის და ძალიან დიდი შეშფოთება. ჩვენი დარიგება ალბათ ნაკლებად იმოქმედებს იმ ხალხის ახალგაზრდა მამების ცხოვრებაზე, იმიტომ რომ მე არ მემაჩნია ადამიანი, ვისაც შვილთან ურთიერთობის გატარება არ უნდა. თუ კი სამი ადამიანის ვხედავთ ახლა, სამი კაცის ვხედავთ, ხო? აბა გქონდა ჩვენ დაუშვათ დრო, როდესაც აგვირჩევია кейფი შვილთან ყოფნას? кейფი არა, ხო, რა თქმა უნდა. სამსახური ვალდებულება. იძულებული ხარ. სამსახური იძულებული ხარ. თორემ მე მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მე ალბათ ეჩვევი, შენ თვითონაც ეჩვევი, იკეტები რაღაცა მომენტში და ვეღარ აკეთებ იმას, რაც იმისთვის უკვე უცხო არის. ჩემი შვილები ახლა უკვე
17-15 წლისები არიან და აქედან გამომდინარე მე რო ეხლა დავიწყო რომ მოდი ეხლა პატიბუტი ვჭამოთ ან ნაყინზე დაპატიჟო აღარ არის ეგ პერიოდი ხო აი ეს პერიოდი ალბათ მამებს უფრო გრჩება ოღონდ ეს არ არის ჩვენი მიზეზიდან გამომდინარე ნამდვილად არ არის და ჩვენ ახლა იმ ახალგაზრდა მამებს რაც არ უნდა მოძღროთ და უთხრათ რომ აიმე და იმან უკეთესად იცის არა აი ნახეთ რას გულისხმობ სამსახურის ამბავზე მოყვებით მაგრამ მე პირადად მიქნია ეს და ეს არ მინდა რომ გაიმეოროს ხო სამსახურიდან დაღლილი რომ მოდიხარ და წამოწვევი არ წამოწვი რა დროს წამოწოლა ბავშვი მოდის და გეუბნება რომ დადექი ბეთამაში და დაღლილი ვარ აი ეს ეტაპი მაინც რომ მე ორი ვარიანტი არის მან ან წამოწევი და ან დაიქცევი მაგარ შორისაც განსხვავება არის კი ბატონო არა ეგ კი არა ეგ მომენტი არასდროს არ ყოფილა ალბათ ჩემთან ვითამაშო აი მე მაგალითად აი არ მახსოვს რომ ამაზე უარი მეთქვას ბავშვებისთვის არა ისინი კი გაიხსენებენ რაღაცებს არ არის პრობლემა მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში აი მიზანმიმართულად არ მახსოვს რომ აი რაღაცაზე უარი მეთქვას ну ალბათ დისტანციურად თორე ახლა შეიძლება ჩემს შვილებს რო კითხოთ რაღაცას ბავშვი ყოველთვის იმახსოვრებს რომ შეიძლება ერთი ცალი კევი არ უყიდოთ ბავშვს და ეგ დაამახსოვრდეთ კი ბატონო არა ეგ უნდა დაამახსოვრდეს რაც უნდა მეორე დღეს რომ მთელი მაღაზია უყიდო ის ახსოვს რომ არ მამამ არ უყიდა რა თქმა უნდა ის არ ახსოვს თორე კი ეკუთვნოდა კი ზუსტად კი მეკუთვნოდა და მაგიტომ ეყიდა ეს მთელი მაღაზია აბარა რატო არ მიყიდა სხვა კი ბატონო ერთი კითხვა სანამ დასვლა და ეხლა კიდევ ერთხელ მომინდა გავხდე არ ვიცი ქალიშვილის მამა რა მაგარი იქნება ქალიშვილთან ერთად ცეკვა გიცეკვიაში იქ ბაღში და სკოლაში არა ისე კი ისე რა მნიშვნელობა ბაღს და ისე კი ისე თან ნენე უკვე დიდი გოგოა და არ ვიცი მაგაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება არანაირი პრობლემა ქალიშვილებთან დაკავშირებით რაც გინდათ კითხეთ პრობლემა არ აქვს ხო ექსპერტია ბატონი ზვიადი და მოექსპერტო ვარ მე ხო არა ორივენი ექსპერტია მაგას არ უნდა ეს რაოდენობას არაფერს არ წყვეტს რაოდენობა ხო და ყიდვა და ის რო ახსენე ისეთი სასუსნაოები პატარა რამდენი წლის არისო პატარა 13 წლის მაშინ ეკოლოგიურად სუფთა ჯანსაღი სასუსნავი რომელსაც ამ ეტაპზე ყიდვა არ ჭირდება თორე ისე ნებისმიერ სუპერმარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ უძაფო ჩურჩხელა ხო ძაფი არ უყვარს ძაფი არ უყვარს აი გავთვალეთ უბრალოდ ცუდი ფაუერმა გათვალა ასეთი უძაფო ჩურჩხელა პატარა პაკეტებით არის ბროწეულის ყურძნის და არის შოკოლადის ამ შემთხვევაში გვაქვს ბროწეულის და ყურძნის არაჩვეულებრივი გემო ნატურალური ბუნებრივია ქართული. მოკლედ ასეთი გებრიელი ჩურჩხელა ჩვენი მეგობრებისგან საჩუქრად და თქვენს ქალიშვილებს. დიდი მადლობა გაიხარეთ. გადავდოთ თუ გნებავთ. კი ბატონო, გადავდოთ. თორე მე არა ვარ სანდო შეიძლება. თეატრიორ თორე შეიძლება და ვინმეს მოეპარდა. აქ არაფერი არის კარგი ბასე რომ. ხო, მაგრამ მე მაინც სანდო არა ვარ ახლა რომ მიდე ჩურჩხელა. კი ბატონო. თავს ვერ ვაკონტროლებ ხოლმე. ახლა სანამ შემოვიდოდით შენობაში ორი პატარა გოგონა მოვიდა ბატონ ზვიადთან და ალბათ 12-13 წლის ბავშვები თუ შეიძლება ხო თქვენთან ფოტოს გადავიღებო და როგორ მიმართეთ თუ დააფიქსირეთ როგორ არა მამი გიждები მაგ მიმართვაზე რა შვილებთან თუ გავთ როგორ მიმართავთ შვილებს ბატონ ზვიად მასე ეს მასე მიმართავთ მამა ხო აბა არა სახელითაც და ისეც მე საერთოდ ძალიან ისეთი კომუნიკაცია მინდა ყოველ შემთხვევაში არ ვიცი რამდენად გამომდის და როგორ გამომდის მაგრამ ასეთ მიმართვებს ხშირად სხვანაირი ისიც მოყოლია ხოლმე უხერხულობის მომენტი მოყოლია ხოლმე იმიტომ რომ უკვე რომ მიჩვეული რო ხარ მამი შეიძლება სადავრი მამა ვარ შენი და სადავრი შვილი ხარ ჩემი და მთელი ამბავი მაგრამ პატარა რომ მოდის სიცოცხლე სხვანაირი სხვანაირად როგორ უნდა მოსახნა შვილებს ჩვეულებრივად мама როგორ ახარ აშვები და სახელებით რამე კონკრეტული რაღაცა განსაკუთრებული სიტყვა თუ გაქვთ რომელსაც შვილებთან ურთიერთობაში იყენებთ ან ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად ეუბნებით შვილებს ტყურში ვეუბნები ხოლმე ყველა სათითაოდ რომ ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ მეთქი მაგრამ ეხლა კი გაიგებენი თელ სამყაროში ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ მეთქი ოღონდ ცალ-ცალკე ვეუბნები ხოლმე სამივისთვის ერთად არ მithkoms რომ მაშინ დამიჭერდნენ ტყუილში და იმედია ამ ფრაზას არ მოუწევს. ამოჭრა შეგვიძლია. მართლა მასეა, ვისაც ელაპარაკები, რომ მნიშვნელობა არ აქვს. 9 ძმა ხერხეული ძის დედას
900 მაგივრად ერთი რო ყოლოდა იგივენაირად ეყარებოდა ალბათ მაგაში დარწმუნებული ვარ და რაოდენობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სქეს უბრალოდ მიმართვას და ურთიერთობებს ეკნებოდა ალბათ განსხვავება მე არ ვიცი ახლა ვაჟიც რომ ყავდეს და ქალიშვილიც მაშინ ვიტყოდი მაგ განსხვავებებში მაგრამ კაცთან ალბათ სხვა დამოკიდებულება მექნებოდა პატარა კაცთან ალბათ არ ვიცი მაგრამ ამათვის მნიშვნელობა არ აქვს არც რაოდენობას და რას თავარია მან არ ვთამაშობ არაფერს იმიტომ რომ ცხოვრებაში არ ვთამაშობ იმიტომ რომ მე ერთს ვეუბნები რომ მე შენ მიყვარხარ მთელ სამყარო იმიტომ რომ იმ ერთში არის სამივე ყოველთვის მასეა ხოლმე რაც არ უნდა ხო ახლა ისწავლეს რაღაცა მე ფავორიტი ვარ კი მეთქი შენ ფავორიტი ხარ ის ფავორიტი წავიდა ამას მეორეც ხო მეორეს ფავორიტი წავიდა ერთი მიდის შენ ფავორიტს უთხარი რომ მესამე ფავორიტთან მოვიდნენ იმიტომ რომ ფავორიტი იყოს უნდა ყველა ბავშვი უნდა იყოს მამისთვის და დედისთვის და სამყაროსთვის ფავორიტი და ერთი რაღაცა უნდა იცოდნენ რომ ყველანი ფავორიტები არიან მშობლებისთვის ერთხელ მე და ჩემს მოგვივიდა კამათ მამას არა მე უფრო უყვარო არა მეო და რა გავაკეთეთ წავედით და მამაჩევს ვკითხეთ რომელი უფრო გიყვარს მოკვდა სიცილით რაუდა არც ერთი არა ხო ალბათ აი ორივე სკოჯერა რომ მე უფრო უყვარდი იმას ეჯერა რომ თვითონ უფრო უყვარდი ეგ კაია მაგაზე კაი არაფერი არ არის ლადო წეღარ რაც თქვით მაგით უნდა დაგვეწყო მაგრამ ხო თქვენი პოზიცია აუცილებლად მინდა გაჟღერდეს სულ რამდენიმე დღის წინ იყო Facebook-ზე ვიღაც რაღაც ჯგუფები ხო არის 1000-ნაირი ერთ-ერთი მომხმარებელი ფოტო დადო ჯარიმა ქონა მანქანის მოსული რუსთაველზე ქონდა სიჩქარე დაფიქსირებული 256 კმ/სთ ქონა რუსთაველზე განვითარებული და ჯარიმა ქონა მოსული ამ ხელა სიჩქარეზე არ არის გამორიცხული რომ ფოტოშოპით იმუნა და მაინც ისულელია იმიტომ რომ ამ თემაზე 216 საშუალო სიჩქარე იყო მითითებული საჯარიმო ფოტოზე 256 რუსთაველზე მართალი გითხრათ არ მჯერა მაგის ხო მაგრამ თემაც ისეთია რომ ამაზე ღლიცინი ჩემთვის მიუღებელია და ზოგადად მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება 256-ის აკრეფა რუსთაველზე რა მანქანით იყო მერსედესი იყო რაღაცა ხო არ ვიცი როგორი რაღაცა არის იცი რომ ერთადერთი ძღოლები ხო ყველანი ვართ ხო ყველანი საჭესთან ვართ ხოლმე და ერთადერთი რასაც ღმერთს ვეხვეწები ალბათ რომ მე დამარტყან მირჩევნია ვიდრე მე დავარტყა აქედან გამომდინარე ხა ეგ მე ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი ხო აი მე ნელაიარეთ და თრალმა არიაროთ და ნასვამმა არიაროთ და ესა რა მომენტია იცი რომ ადამიანები უნდა მოუფრთხილდეთ ერთმანეთს მით უმეტეს ჩვენ ზუსტად ეგ ისეთი რაღაც არის რომ აი რა უნდა რა არა სიჩქარით შეიძლება გეჩქარებოდეს მიდიოდე ვერ მიასწრო რაღაცაზე და შენი ცხოვრება მთავრდებოდეს მიუსრებლობით ოღონდ ეს იმ სიტუაციაში ეგეც გონებაზე არ დამოკიდებული ალბათ მაგდენის ფიქრის საშუალება თუ გაქვს რომ შენი ცხოვრების დასრულებას სხვისი ცხოვრების დასრულება არ დაასწრო ზუსტად ახლა ეგ ახალი რა უნდა ვთქვა მაგ სიტუაციაზე თუ ეგ რეალურია და მართალია არ ამგონია ახლა მაგით ამაყობდეს მაგის გამკეთებელი გამორიცხული თემა გონი რომ ამაყობდა ბატონო ზუია პოსტი ისეთი იყო რომ ამაყობდა მაგრამ არ ვიცი მე სულ ეს მაქვს სათქმელად ბატონო ზუიად რომ მე პირადად ვარ გამოუცდელი მძღოლი 6 თვეა რაც მანქანა მყავს რო ამობენ აი მე მაგარი მძღოლი ვარ და სტრაფაციარულის პრობლემა არ აქვს შეიძლება შენ მაგარი მძღოლი ხარ მაგრამ ჩემნაირი გამოუცდელისთვის რაღაცა მანევრი შეიძლება იმდენად მოუხერხებელი იყოს რომ პრობლემა შეიქმნას 256-ზე მანევრს კი არა ვერაფერს ვერ გააკეთებ შემთხვევა დათა თუთაშხიასი არ იყოს რატო გაქო ერთი ტყვიაო და შემთხვევა ვიგულისხმევო შემთხვევა არის თორე ყველანი პროფესიონალები ვართ ყველანი ძალიან მაგარი მძღოლები ვართ ყველანი კარგად განსაზღვრულად ვიცით რა სად როგორ უნდა გავაკეთოთ ოღონდ ეს შემთხვევა არ ვიცით როდის და რა სახით მოვა ჩვენამდე ხო აქედან გამომდინარე არის ალბათ ჩემი სუბიექტური აზრია ეგ რომ შემთხვევისთვის მზად ვერასდროს ვერ იქნები და მაგიტომ უნდა დაიცვა ის წესები თორე არც ერთი კანონი და წესის მომხრე არა ვარ მე
დოგმის წესს მომხრე არა ვარ, მაგრამ რემენს რო გაიკეთებ, ეხლა რემენი გახსოვთ როგორ იყო რემენის გაკეთება ჩვენ? ეს რა გაგვიკეთეს მანქანებში დაგვაბეს, როგორ ძაღლები ხო არა ვართ? ეხლა ავტომატურად აკეთებ რემენს. დაჯდომისთანავე ავტომატურად აკეთებ, რატო? იმიტომ რომ ქართველი და წესრიგი როგორც რავი რა გითხრათ, მიუღწეველი არაფერი არ არის. ძალიან მწყის ხოლმე მაგის მოსმენა, მაგრამ ეგრეა და რიგი და ქართველი საიდანსა და აი წესი ჩვენთვის. აი რიგი რა არის? რიგი რა არის რომ ხო წესია, კანონია, ხო? ამ კანონის მე ამადანე რა ზოგადად ბავშვი მელოდა. მე მეჩქარებოდა. შენ აი მაშინ როგორ უნდა დაიწყო? ბოდიში ხო არ გეჩქარებათ? არა ბატონო, მაშინ მე მეჩქარება და კი ბატონო, მოსულა. მაგრამ მე მეჩქარებოდა. არ მეკითხები, იქნება მაშინზე მეტად მეჩქარება. მიხვდი? ერთხელ რიგში ვარ, ნენი მყავს ექიმთან მეყვანელი და ცოცხალი რიგია და მომიწია და ამ დროს მოდის ქალი, რომელიც საახლოვით საათნახევარი რიგში ვდგავარ და დადგა და რიგში ვარ და მე ქალბატონო, ჩემი რიგია და არო მე დილი 9 საათზე ვიყავი მოსულიო, თქვი რომ რიგში და ყოფილიყავი და წავედიო. დილი 7 საათზე ვიყავი ქალბატონო, მოსული და ნათქვამი მქონდა და როგორც თქვენ არ დამხვდით, ახლა რომ მოვედი, ისე მე არ დახვდით მე. მლანძღა ბუნებრივია, მაგრამ დილის 9 საათზე რიგი იყო, მე რომ მივედი 12 საათი. არა, შენ კარგად არ თქვი. იმან 9-ზე გაიგო და შენი 7-ზე ნათქვამი ვერავის ვერ გააგონი. ბატონ ზვიად, ნათქვამი გავთ და ესეც იქნება, რომ დიდი დრო გჭირდება თქვენი პროფესიიდან გამომდინარე სამსახურში. აი იმ დროს, რაც დანაკლისიავთ ოჯახს, მეუღლეს, შვილებს, როგორ ანაზღაურებთ ხოლმე, არ ვიცი. თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? ეხლა რო ვთქვა, რომ ვანაზღაურებ, მეთქი ვერ ვანაზღაურებ ალბათ. ყველაზე აუნაზღაურებელი რაც ერთ დრო არის. თუ ვერ ნახე შენმა შვილმა პირველი ნაბიჯი როგორ გადადგა, სულ რომ ორბენალი ნახო, ეხლა იმას ხო ვერ ანაზღაურებ. იგივე მომენტი არის. ალბათ როგორი რაღაც არის, რომ ვანაზღაურებ ალბათ იმითი, რომ ჩემი სახელი ცუდად არ ხვდებათ არსად. აი ეგ მომენტი ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, იმიტომ რომ წარსულს ვერაფერს გაფრენილს ვერაფერს ვერ ვეტყვი, ხო, როგორც სიტყვა ვერ დააბრუნებ უკან, ისევე ვერ დავანაზღაურებ იმ დროს. დროის ანაზღაურება რო შემეძლოს, რას ლაპარაკობ? ჩემზე რაღაცა შევცვლიდი. რას ლაპარაკობ? ძალიან ბევრ რაღაცა შევცვლიდი ალბათ. მაგრამ რადგან ეგ არ არის, ვერა აღარც ვცდილობ მაგას, იმიტომ რომ ვეღარ ვეწევი, როგორც მოდას ვერ ვეწევი, ისე ვერ ვეწევი მაგას რა დროს მით უმეტეს და აქედან გამომდინარე ვერ ვანაზღაურებ. მე ვიცი რომ ვერ ავანაზღაურებ. ერთადერთი, აი ნახეთ როგორ არის, მე ძალიან ხშირად მიფიქრია ხოლმე მაგ ყველაფერზე, რომ რატომ ხდება, რომ ბაბუები, ბებიები როგორ არა კაცო, ბებიების საყვარელი რა არის, მაგრამ ბაბუები უფრო იხსნებიან შვილიშვილებთან ვიდრე შვილებთან. კი ბატონო. იმიტომ რომ იმ მომენტში, როდესაც კაცი ჯანზეა და ის უნდა შემომტანი უნდა იყოს და უნდა გავიდეს და იშოვოს, რომ ოჯახი დააკმაყოფილოს და ოჯახი დააპუროს, იმ პერიოდს შვილთან ვერაფერს ვერ შვება. შვილებთან ურთიერთობა არ აქვს, ოღონდ შვილი რო მოდის, რაც კი დააკლო, კოცნა, კამფეტი, პენსია, ყველაფერი აბსოლუტურად აძლევს სულიან გულიანად შვილიშვილს. მე მაგალ ბაბუა ჩემისგანა მაქვს ეგ ნათქვამი, რომ ერთი სული მქონდაო, რომ დედა შენი გამომეწიაო და სოფლიდანო მეო შენო არ გამომეშვიო სახლშიო რა და ეგ მაშინ ვერ ხვდები ამ ყველაფერს რა. ყოველთვის გესმის, ახალი არაფერი არ არის აბსოლუტურად შენ ცხოვრებაში, რასაც გელაპარაკებიან. ვერც მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ახალს მაგაში დარწმუნებული ვარ და ეგ უკვე კარგად ვიცი. მაგრამ შეგრძნებების დონეზე ნებისმიერი ფრაზა სხვადასხვა ეტაპზე ამოვარდება ხოლმე შენს ცხოვრებაში. ძალიან ხშირად მიფიქრია მაგას დაუშვათ, რომ აი ხო, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში მინდა რომ მის გვერდზე ვიყო. ყველა შვილის გვერდზე. ოღონდ ძალიან ხშირად არ ხდება მასე. ჩვენ დაუნებულად ვერ ხდება სამწუხაროდ. ვერ ხდება მასე და ახლა დავждე მე ვიტი რომ კიდე სამსახურსაც დავაკლებ და იმასაც ვერაფერს ვერ უშველი და შესაბამისად ესეთი მომენტი არის რომ მინდა რომ მაშინ სადაც ვარ იქ გაკეთებულმა საქმემ ჩემს შვილს დაბრკოლება არ შეუქმნას და პირიქით
აი ეს იმისი შვილია ის თქვან და რიგს თუ არ დაუთმო, ყოველ შემთხვევაში თმები არ მოძიწყნონ რიგში რა, ეგ თემა არის. მეტი აბსოლუტურად არაფერი. ბატონო ზვიად, მართალია წარსულ დაკარგულ დროს ვერ აგინაზღაურებთ, მაგრამ ჩვენმა მეგობრებმა არის ასეთი არაჩვეულებრივი შუა საუკუნეების ბარ რესტორანი დიდგორი თბილისში ნუცუბიძის 77 ნომერში. ჩვეულებრივი შუა საუკუნეებია რო შეხვალთ, ოღონდ თურქსელჩუკები არ შემოგესევიან პირობას გაძლევთ. 40,000 ყივჩაღი თუ არის. ეგ შეიძლება იყოს. მოკლედ თქვენთან გამოგვატანა 500 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ და თქვენ ქალიშვილებთან, თქვენ მეუღლესთან ერთად შეგიძლიათ წავბრძანდეთ და კარგი ოჯახური ვახშამით შესანიშნავი ქართული მენიუთ. გაგახაროთ ღმერთმა, აჰა. კარგად ისიამოვნებთ. დიდგორი ბა. კარგი ლუდია, კარგი კანჭია. აი რით ივანაზღაურებს ძირითადად. ხო, აი მაგით შეგიძლიათ აინაზღაუროთ. დიდი მადლობა დიდგორს. დიდი მადლობა დიდგორს, ასეთი არაჩვეულებრივი კარგი საჩუქრისათვის. აჰა, ახლა დიდგორზე რა შეიძლება აქ? დიდგორზე მე ვიცი ლექსა მაგითხებელი. დიდი მადლობა. აი ესეთი ანაზღაურების ერთ-ერთი ნორმალური ვერსია არის. კარგი ვერსია, ნამდვილად მე და მიშოც ვინაზღაურებთ ხოლმე შვილებთან ერთად ეგეთ რაღაცას. ესეთი რაღაცა გაქვთ ერთ-ერთი ინტერვიუში, ნათქვამი ქართველი შეიხივი ცხოვრობ. მეუღლე და სამი ქალი. ქართველი შეიხი. ამდენი ქალბატონისთვის სურვილების შესრულება რთული არ არის. რთულია მიშო. რთულია და შეიძლება იყოს ისეთი მომენტიც, რომ რაღაც თვეები გვეზიზღება ხოლმე. არა, რაღაც ერთი თვისთვის წელიწადში ერთი თვისთვის სერიოზულად ვემზადები მთელი წლის განმავლობაში. ალბათ მარტის თვე. ხო, ალბათ დეკემბერი ყველასი არის ღვთისმადლით. ოღონდ მაინც ვერ ვაკეთებ ალბათ ისე როგორც მე მინდა, იმიტომ რომ ისინიც მithვალისწინებენ ზოგავენ ხოლმე ხანდახან და მოთხოვნილებების თვალსაზრისით არ მოწვევიან ისე თორე არის როგორი რაღაცა მომენტი, იცი რომ არ შეიხობ და არ ვქართველობ მაგ სიტუაციაში ალბათ, იმიტომ რომ დედა, მეუღლე, სამი ქალიშვილი და ერთი ძაღლი მყავს და ისიც დედალია. აქედან გამომდინარე, კაცი მარტო მე სანთლით ზებარი კაცია. კი ბატონო, ესე ვარ. ისე თქვენ ოჯახში ვინ არის თავარი როლის შემსრულებელი? აი რომელიც აწესრიგებს ყველაფერს და გაჩნია რისი მოწესრიგების თვალსაზრისით. ვინ არის მახში, ვინ არის მეთაური არ არის სხვათა შორის მასე აი კაცმა არის შენ თუ ტყუში დედალია თუ მამალი და მაინც რო კარლოს ეძახი ეგ იგივენაირად ხდება იმიტომ რომ ჩვენ უფროსებს დედასაც ჩემს მეუღლესაც და მეც გქონია რომ ჩვენ ვაწესრიგებთ მაგრამ მაინც შვილების სურვილებზე გადის აბსოლუტურად ყველაფერი და მე რამდენიც არ უნდა ვიძახო ახლა პრეზიდენტი ვარ და ძალიან მაგარი ვარ მეთქი იმათვის ვაკეთებ და ალბათ ეგენი არიან ოღონდ ის წესრიგის განსაზღვრელები, ბიუჯეტის განსაზღვრელები, ისე მორდებულად თხოვნით მოსულები, ისე ნაგლად აქტიურად მოსულებიც, მაგრამ ალბათ ეგენი არიან, შვილები არიან ალბათ ყველაფრის განსაზღვრელები. იმიტომ არ არის ახლა თქვენი გადაცემის ფორმატი ამას ითვალისწინებს. ნამდვილად მასე ვფიქრობ და მასეა, იმიტომ რომ მე რაც არ უნდა ახლა მაგიდაზე მუშტი ვუყა, ამან მაინც იგივე უნდა გავაკეთო, რაც იმათ უნდათ და არა, გათვალისწინება რა თქმა უნდა ხდება. რა თქმა უნდა ხდება, ახლა მაგას ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ვერ ვითვალისწინებთ, ან ვინმე ვერ გვითვალისწინებს ჩვენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ ოჯახი იმისი არის, რომ ალბათ ყველას გათვალისწინების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები ხდება. პატარა სახელმწიფო ალბათ ოჯახსა და პატარა სახელმწიფოა ხო, მაგიტო არის ხოლმე, რომ აი დაუშვათ, როცა მიდის ლაპარაკი მაგ ყველაფერზე, რომ აი მართლობა როგორი შეიძლება ქვეყანაში იყოს ის, რომ თუ შენი ოჯახივით მოიქცევი მაგ ყველაფერს, ხო? არაფერი აღარ არის, არც პოლიტიკა აღარ იქნება ბინძური და არც ის არ იქნება დაუშვათ კითხვის ნიშნის კვნეშ დასასმელი ეს ნაბიჯი შენ რატო გადადგი. თუ ყველა ქვეყანას და ქალაქს და ის 256 არ გაივლის, იმიტომ რომ თავის შვილებს დაინახავს იმ გზაზე გადამავალს, ხო, მაშინ ვერ გაივლის 256, არ გაივლის არნაირად.
მაგას ვფიქრობ და მაგას იმეშვები, რომ ერთადერთი ხსნა ალბათ ჩვენი საქართველოსი და თითოეული ჩვენთაგანის არის სიყვარულში და მაგაში, რომ ოჯახად უნდა შევიგრძნოთ ჩვენს ჩვენი სახლის გარეთაც ოჯახი უნდა იყოს ალბათ რა. სახლის ღრუბლზე არ უნდა დამთავრდეს შენთვის შენი. ხო რა, აი გამოვკეტე კარი და всё მე გავდივარ რაღაცა სამყაროში, რომ ჩემი ოჯახისთვის რაღაცა შემოვიტანო, არა. თუ გაახვალ ალბათ კაცი გარეთ, რომ მე ჩემ პატარა ოჯახში დღეს არის რაღაცა ორი ლუკმა პური და მე მინდა რომ ოჯახისთვის კიდე გავაკეთო რაღაცა, იმ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება ალბათ. იმიტომ რომ ღვთისმშობლის წილხვედრია საქართველო და მარტო ღვთისმშობლის იმედზე ვერ იქნები ადამიანი, იმიტომ რომ ღვთისმშობლის იმედს დიდ ვართ აქამდე და პატარა დაეხმარე ღვთისმშობელსაც, ხო, იმიტომ რომ კი არა გვეკრძალა დახმარება. ხო არ უთქვამს რომ ნუ დამეხმარებიო, პირიქით. ალბათ ასე, არ ვიცი. ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე ვგრძნობ. ძალიან მომწონს და მსიამოვნებს რასაც საუბრობ და ზუსტად ეს გვინდა რომ ეს მოისმინოს, რაც შეიძლება რომ ბევრი. კიდევ ერთ-ერთ ინტერვიუში გავთ ასეთი რაღაც ნათქვამი. შურის ძიებას მირჩევნია მიტევებაო, მაგრამ მიმტევებელ ადამიანს ხშირად სულელს ეძახიან. კი ბატონო. ხო, ამაში გეთახვევით და მოდით ესე დავსვავ კითხვას. შვილს როგორ მივაწოდოთ ეს? ბუნებრივია დარწმუნებული ვარ შვილს ამასაც არა, ნახეთ როგორი რაღაცა. მე ალბათ ასე ვეტყოდი, რომ მე განმეცდია ერთის და მეორეც. პირდაპირ ვამბობ, შურის მიძიებია. ოღონდ მიტევების მომენტში მე არ ვამბობ, რომ ყოველთვის მაგას გავაკეთებ და ყოველთვის მასე გამიკეთებია, მაგრამ ნახეთ შეგრძნების ზონეზე მე მაგალითად მეტი სიამოვნება მიმიღია, როდესაც მიმტევებელი ყოფილ ვარ, ვიდრე შური რომ მიძიებია. იმიტომ რომ შურის ძიების მომენტში შენ თვითონ ხდები უსუსური ალბათ. იმიტომ რომ ნახე როგორი რაღაცა არის, რომ შენ დაგიჭირა იმ ადამიანმა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც შენ ვერ მოერიე და დაგჩაგრა. და შენ ამითი მიიღე ტრავმა და ამითი დაიბოღმე, ხო? მერე შენ დაიჭირე ის ადამიანი. როლი შეცვალე. ხო, მაშინ ნახე შენი თავი უკვე ვიზუალურად დაემსგავსე იმას, როგორიც გახსოვს შენ რო დაგჩაგრა მაშინ. და როდესაც შენ მიდიხარ, აი მე უკვე შენზე მაგრად ვარ. მე აი ახლა შემიძლია და ის რო ელოდება შენგან დაჩაგვრას და რომ თუნდაც რომ მობრუნდები და რომ არაფერს არ ეთქვი და წამოხვალ. გაცილებით მეტ სულიერ სიმშვიდეს ღებულობ ალბათ ადამიანი მაგ დროს, თუმცა ძალიან ძნელია მაგის გაკეთება. ძალიან ძნელია მაგის გაკეთება, იმიტომ რომ მე ახლა თქვენი ასაკი არ ვიცი და ჩემზე გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებით და შესაბამისად მე მაქვს ამისი თქვენთან თქმის უფლება, რომ ასე მერჩივნა ალბათ რომ გამეკეთებინა და ასე ჯობია ცხოვრება, თუმცა ძალიან რთულია, რომელი არის ალ პაჩინო რო თამაშობს იმ ფილმში ბრმაზე რო არის. ქალის სურნელში აქ ერთი რაღაცა რომ ყოველთვისო იყო სასამართლოს რო უწყობენ ამ პატარა ბიჭს რა, როგორ რაღაცას ეუბნება რომ ყოველთვის ვიცოდი სწორი გზა რომელი იყო, უღოდ არასდროს არ ამირჩევიაო. იმიტომ არ ამირჩევიაო, რომ ყოველთვის ძნელი იყო და იგივეს ვეთანხმები მეც რეალურად, რომ მიტევება სწორი გზა როა ყველამ ვიცით. ყველა მე ახლა არც ვინმეს მოძღრავ და არც ნიღაბს არ ვიკეთებ, რომ აი მე რა კარგი ადამიანი ვარ და ვაიმე ეს რა პიროვნება ყოფილა. მე ჩემზე კარგად მე არავინ მიცნობს და აქედან გამომდინარე ჯობია ასე იცხოვრო, თუ კი გექნება შინაგანი ძალა მაგისთვის. თუ მაგას საკუთარ თავში ალბათ მაგის ძალას იპოვი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი თავი შეიცანი და შენს თავზე გაიმარჯვე. და საკუთარ თავზე გამარჯვებაზე დიდი გამარჯვება მე მაგალითად არ მგონია ადამიანს. აუ მეც მქონია ეგ შემთხვევა რაღაცაზე, რომ აი ვორჭოფობდი და ბოლო ის გავაკეთე, რასაც ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ საკუთარ თავზე გავიმარჯვე, ასე მეგონა სამყაროში ვიყავი პირველი. ხანდახან არაფრის გაკეთება არის უდიდესი საქმის გაკეთება. უდიდესი ნაბიჯია, ვიდრე ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ შენ მიზანს მიაღწევ. აი ალბათ ეგ მომენტი დამეწყო. ეგ მომენტი არის ჩემს ცხოვრებაში უფრო ჭარბობს, იმიტომ რომ თბილისის რომელიმე თეატრში ხარო, მე თავიდან აღარ მინდა დაწყება. არ მინდა დაწყება, რატო იცი რომ თუ
თუ რომელიმე თბილისის თეატრში რეჟისორს მე დავჭირდი და გავახსენდი სადმე, მე აღარა მაქვს ის მომენტი უკვე რომ ვინმეს თავი შევახსენო. სურვილი არა მაქვს, თორე განაძალა არა მაქვს, ან სურვილი დაკავების შემთხვევაში როგორ არა მაქვს. ახლა რომ მე მივიდე ხალხალებად და მე არა, არ მინდა. წყნარად ვარ, მშვიდად ვარ ჩემთვის. თუმცა ბატონო ზვიად, ქონათ ის მომენტი, საკმაოდ ეკონომიკურად არც ძლიერად ვიყავითო, სამსახურს რო ეძებდი, მხოლოდ ერთი გზის თანხა მქონა ჯიბეში, დაახლოებით ესეთი რაღაცა. კი, ყოფილა. აი 2003 წელს. 23-მდე ვერ გავხაჩავდი მაგას. 2003 წელს რო წავედით რუსთავის თეატრიდან, ამ ტერიტორიიდან, გოგი წავიდა ქავთარაძე, ცხონებული აცხონოს უფალმა და გავყევით 16 კაცი, 16 მსახიობი გავყევით მაშინ. 16 მსახიობი და ერთი დასის გამგე. გავყევით და შევარივართ და მაშინ მომატებული ხელფასი მქონდა 37 ლარი. და თბილისში აქედან მივყვებოდი, რუსთავიდან მივყვებოდი, გამყოლს მივყვებოდი, რომ იქედან წამოსულიყავი და იქ კაცო თავი ყურთაჭალამდე ჩავსულიყავი, თორემ მე ზუსტად იმდენს მივდიოდი ფეხით სამსახურის საძებნელად, რამდენზეც მეყოფოდა უახლოეს რუსთავ-თბილისის გაჩერებამდე. აი ზუსტად ვიცოდი ორთაჭალიდან მე-9 არხი რო იყო. მაქედან ჰესიდან ვაკეში ავსულ ვარ გვალბაღამდე ფეხით ერთი დღის განმავლობაში და თან გზაზე მიკითხავს ეს ხო არ არის სადმე თუ ტელევიზია იყო, რადიო იყო, რამე შემთხვევები იყო, იმას მიქნია. ოღონდ ეს აი მე დედა რამ არა მაშინ ენთუზიაზმზე ვიყავი, ახალგაზრდა ვიყავი და მივდიოდი. მაშინ შვილები ყავდათ ბატონო? არა, სხვათა შორის მაშინ მარტო ჩემი თავი მეყუდნოდა. ოღონდ პირიქით ახლა ის 34 თუ 37 ლარიდან ის კი არაფერი არ დამჩენია გზის ფული, მშობლები მაძლევდნენ მე მაგას და შესაბამისად განა ვერ ვიცხოვრებდი და ვერ ვიარსებებდი და შეერი კი არ მოვკვდებოდი, მაგრამ შენი რო გაქვს თან იყო პერიოდი, როდესაც ციცით აქ რუსთავში აბსოლუტურად 90-იანები იყო და 2000 წელს ჩამოვიდა გოგი, ხო, რუსთავში და მართლა ამ თეატრისთვის აღორძინების პერიოდი იყო. და როცა საფეხურებზე ადიხარ უკვე 8 სპექტაკლიდან 7-ში ვთამაშობდი და 7 საფეხურიდან დაუშვათ აი ამ 7 სპექტაკლიდან მე 1-2-3 საფეხურით ზემოთ ავედი, ხო? ეს ნიშნავდა იმას, რომ უკვე მორჩა ჩემი შეჩერება წარმოუდგენელი იყო, ასე მეგონა, ხო? და უცებ ჩამოიშალა ეს ყველაფერი და მე 13 წელიწადი თეატრში არ ყოფილვარ. არ დამიდგავს სცენაზე ფეხი. მე შემთხვევით იმ ვაკეში ავედი მეთქი რო თქვი. მანდ მეგობარი შემხვდა და მითხრა რომ გახმოვანება არსებობს. მე-9 არხში ვიყავი, ზუსტად მახსოვს სახელები და გვარები ვინც იყვნენ და უკვე ისინი ისე მყარად იყვნენ და კარგად იყვნენ რომ ვინც იყო ხელმძღვანელი იმან არ გჭირდებიო არც მინდაო შენი ხმის ტემბრი კი არა არაფერიც არ მჭირდებიო წადიო და საათ ნახევარი რომ ნაცნობს ელოდები ვინმეს რო შეგიყვანოს იმიტომ რომ იქ საშვი უნდა დაუშვან და რო ელაპარაკები და რო გიკიდებს ტელეფონს ძალიან რთული ცუდი შეურაცხყოფელია მაგრამ შენ რომ უნდა გააკეთო შინაგანი ძალა რო გეუბნება რომ გავაკეთო მაინც შევედი დავტოვე ხმა წამოვედი არაფერი ვიცოდი იქიდან ისე დაიხურა იმის მე არც ყოფილვარ და არც დაურეკავთ და გახმოვანებაზე მოხდი შემთხვევით და მახსოვს არ მომიყოლია ეგ სატელევიზიო ეთერში არასოდეს არ მეთქვამს ნუ შევარევარ კაცო ჩემს თავისუფალი მკვდარი არის სასოფლაოზე ხო და მოგძანდით ობა შედითო ჯიხურშია შევედი ჯიხურში და ხმაო კარგია ობა ვნახოთ როგორ გაახმოვანებ პირველად დავარ მიკროფონთან და მახსოვს ბადრი იყო კორკოტაძე ცხონებული აცხონოს ღმერთმა 7 გვერდი რომ გადაფურცლა და რო არ გაჩერებულა და ისე რომ დაიწყო ლაპარაკი და მიდიოდა და ახმოვანებდა და უცებ მე რო პირველი გამარჯობა მქონდა გამარჯობაც რო ვერ თქვი ეთქი ესენი მომკლავენ всё ესენი მეთქი ვერ იმას მიზამ პრობია უბრალოდ სინჯზე მივედი ხო
და მეთქი всё მობილის შემსახიობი ხარ, მორჩა, ყველაფერი უნდა გააკეთო ისე როგორც არის. დავიწყე თამაში იგრავით, დავიწყე თამაში ამითი. რაღაცა და პირველი ფილმი გავაკეთე და 25 მანეთი. 25 ლარი. 25 ლარი. ესე იგი ნახევართვის ხელფასი მაქვს. ერთ ფილმში. ხო, არ ნახევარი მაგდენი სად ქონა 37 ლარი და 25 ლარი ერთ ფილმში. თქვენ ახლა გამოგეწერებათ 25 ლარიო და ხვალო რასაკეთებთ ხცალიათო? ახლა ეს აღთოვანება და ეს ხომ გააქვს შიგნით, მაგრამ ახლა დასტოენაცაც ხომ უნდა იყო რაღაცა ერთსეულად ხომ უნდა უპასუხო და დღეს რომელ ნახევარში ვიკითხე. ადროს როგორ არის იქ რომ დავრჩევ, კაცვილი მომკითხავი არ აყავს. ტელეფონი მიარავა, არავინ რა პრობლემა, ვერც მიპოვიან, ვერაც. ფეხით ავარ მისული. კანძიშვილი ვერ გაიგებს, კამერა მაშინ არ იყო და არაფერი და დღის რომელ ნახევარში მეთქი. ნებისმიერი შუადღე რომ მითხრან, მაგ დროს ძალიან უნდა უთხრა რა. აიო, დილიდან საღამომდეო. ხვალ მეთქი, კარგი თანდავს. და ორი ფილმი 50 ლარი. 50 ლარი. ვაი მე დედა მეთქი ეს 25 ლარი. ხა იმ დროს კი არ გაძლევენ მაგ თანხას, მაგრამ ხო გეწერება კაცო იქ სადღაც ხო არის ბიუჯეტში შენთან. ყულაბაში ხო შევენა და მახსოვს ზუსტად მახსოვს ის 545 ლარი ავიღე პირველი თვე დაიხურა. და ნუ და თქვა ეგეც ხელში რომ ავიღე ეს ფული ესე მუჭი მაგ შეკრული და რუსთავამდე არ გამიშლია ეს შეგრძნება მახსოვს და იმის შემდეგ თუ ვინმე ახალი მოსულა ჩემს გახმოვანების ჯიხურში ხო არასდროს ეს სულ ის მახსენდება და სულ მინდა რომ აი რომ ნერვიულობს და რაღაცა აი ნატურალია პირიქით ხანდახან სპეციალად შემეშტება ხოლმე აი იდიოტობა ვთქვი კაცო თავიდან მომეციეთია რაღაცა უკვე უკვე კარგად ყარად ხარ და სხვათა შორის მასე კარგად დამხვდნენ ისინიც ვინც იყვნენ მიუხედავად იმისა რომ შენ თვითონ გრძნობ რო წუხდება იმიტომ რომ იმას დროზე მუშაობს ის მე ახლა 2 საათიან ფილმს თუ ვიდეო ინჟინერი კაი ტიპია და გადმოახვია შეიძლება საათი და 20 წუთშიც ავწერო საათი და საათ ნახევარშიც მივხვდი რომ მექანიკაში მაგ გადასული უკვე და მე გავიარო წავიდე იმისთვის დისკომფორტი ვარ კაცო მე ახლა გამარჯვებას ვერ მეუბნები და ახლა ჯიხურში არც ჟანგბადია ცხელა წყურია მშია სახში ვარ წასასვლელი მივხვდი მაგრამ კაი ხალხი შემხვდნენ ისეთი საშუალება რომ მომცეს რომ მეც მათთან ერთად მესუნთქა და მე სულ ვცდილობდი რომ ახალ მოსულისთვის მეც იგივენაირად ყოფილიყავი რომ ის უნდა გამეხსნა ის არ უნდა ყოფილიყო შებოჭილი რომ ღირსეულად გაეკეთებინა თავის საქმე ძალიან დიდი პატივისცემა ზუსტად მაგის გამო იმიტომ რომ თუ რაღაცები სხვანაირად შეგვიძლია ხოლმე ადამიანებს საკუთარი გავლილი გზა და ამ ჩემშულებთან მაქვს კვირაში ერთხელ მაინც ქართულ ფილმს უყურებთ და წინა კვირაში მქონდა ლაზარე და ჩემ უფრო ზუსტად იმ მომენტზე გავამახვილებინე ყურადღება თუ გახსოვთ ჯერ ლაზარე რო ჩადის იმ შახტიკოტეს იმაში დუქანში გააგდებენ ლაზარეს და მე ლაზარე რო დაიწყებს მუშაობას თვითონ ყრის ბავშვებს რა და სანდროს გავამახვილებინე ლადო მაგაზე ყურადღება რომ ნუ როცა შენც რაღაც გზა გავლილი გაქვს ეგ არასოდეს დაივიწყო მეთქი თან დიდხანს ველაპარაკე არ ვიცი იმედია რაღაც მაინც დაილექება რა დაბარა იქნება არა ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ბატონო ზვიად აუცილებლად დაგკითხოთ ტიფლისზე სადაც ძალიან ცუდი როლი ჰქონდა ცუდი კაცი იყავი კი ბატონო არა მე კაი არ მითამაშიე რაფერი ძალიან ცუდი კაცი იყავით პირდაპირ ვთქვათ ყველგან შელამაზების გარეშე თქვენ შულებს რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს როლზე არ იყო სხვათა შორის ჩემი შვილები არ იყვნენ მაგასაკის მაგ დროისთვის ეგ 14-15-ში გამოვიდა შესაბამისად 10 წლის წინ ჩემი შვილები არ მერე რო ნახეს უკვე მერე სხვა რაღაცების მქონდა გაკეთებული აქედან გამომდინარე მაშინ უბრალოდ მამა თამაშობს ეგ მომენტი ჰქონდათ მამამ შემსახიობია ხო აი ტიფლისში თამაშობს იმაში და არ ჰქონდათ სხვათა შორის იგივეს მეუბნებიან რასაც შენ მეუბნები
რასაც თქვენ მეუნებით რომ ცუდი როლი, მეც თუნდაც ვიცი ცუდი როლი მქონდა, კარგს ვინ რას მოგცემდა, მაგრამ ისე ვამბობ, ხო, იყო რაღაცა მომენტი, რომ ყოველ შემთხვევაში აი ნახეთ მიუხედავად მაგ რთული და ცუდი როლისა, ნეგატივი არ წამოსულა მაყურებლისგან. აი ეგ ალბათ არის იღბალი. აი რასაც მსახიობებთან დაკავშირებით იყო ლაპარაკი. ნეგატივი არ წამო, თუმცა უთქვამს ძალიან ბევრს. აი მარჯანიშვილის მეტროსთან ქალმა დამწყევლა ოფიციალურად გამაჩერა ქუჩა შედ ბოდიში თქვენს მაყურებელთან და მსმენელთან შენ მათხოვა რომ შენ დამპალო შენ ჩაგდე მიწაში და მათრია 15 წუთი მათრია და ვერ მიხვდი რატო მწყევლიდა და მკრულავდა და ხალხი შემოესია შემოერტყა უკვე და შუაში ვდგავარ და ეს ქალი მწყევლის ერთმა გაახაროს ღმერთმა ახალგაზრდა ბიჭი იყო სერიალზე გაუნება ლუკას რაუკენი თუ და ლუკას ვინ არის ლუკა კაცო მეთქი დიშვილი მყავს ყური ხო არა უწია ეს ქალი საიდან მეცნობა ვერ მოვედი აზრზე ოღონ მე გეშლებით მეთქი რომ არა ჟენახარა რა ჟენახარ მეშლებიო ო და კიდე იქეთ ის დამიწყო ო მეშლები კი არა ისო დამპალო ჟენგნახე მიწაში რატო მეთქი რა გინდა და სერიალიდან გეუნებო და აი მე მეთქი ქალბატონო მივედი ბოდიში მეთქი ვაკოცე გაიწი იქითო მითხრა მეც რამე არ მავნო იქეთო ხო მეთქი ქალბატონო თქვენ ჰოტელო არ ნახოთ მე თქვენ დესდემონას რომ დააღჭობ თქვენ მოკლავთ მე იმას ეგ მომენტი იყო და ნახე ცუდი როლის სათამაშოდ ხო განწირული ხარ კაცი რომ უნდა გაგინონ სუფრასთან მოსულა დიდ სუფრასთან ვიღაცა ნორმალური და დასრული ადამიანი და მეზიზღებოდიო მითხრა რას ლაპარაკობ რატო მეთქი რა დაგიშავა ფილმიდან მე ხო აღარ გახსოვს ახლა სულ რა სულ სხვა გამომენტ ტიფლისში თამაშობდა ეს ისე კომპლიმენტიც არ არის ბატონო ერთგვარად რომ არა შესრულებული როლიდან გამომდინარე ესე იგი ვიღაცის მეხსიერებაში შენ თუ შენი სახე ძალიან ხშირად უთქვამთ პოლიტიკოსებსაც უთქვამთ მეზიზღებიო მე ჯანდაბას პოლიტიკოსებს მე ჯანდაბას მეთქი კაცო მე ჯანდაბას ერთი კაცი გესწრებო დანარჩენი უჩეგესწრება ბევრი უთქვამს მეო შენო სულ მეზიზღებოდიო შენო რას მელაპარაკე რატო რა დაგიშავე მეთქი არა ფილმიდანო ნუ გაუყურე მე ხო გადაგწყენს მეთქი ეგ მომენტი ყოფილა რა ხო არა მართლა კომპლიმენტი ანუ იმდენად კარგად ასრულებ ესე იგი რაღაცა დატოვე შენ იმაში ისეთი რომ იმ დროს და ის ვეღარ გადაყლაპა მიხვდი ესე იგი სწორად არის რაღაცა მომენტები გაკეთებული ზუსტად არის გაკეთებული ზუსტად არის ესე იგი რაღაცა მიღწეული ფიქრით პოზიციით შენი მიდგომით იმ როლის მიმართ რომ იმისთვის დარჩი რომელი როცა ქვეყანაში ინგლისში მოხდა თუ არ ვცდები ოფიცერმა რო ესროლა სცენაზე მსახიობს ამოიღო ოფიცერმა და ესროლა და რო გააცნობიერა რა გააკეთა მე თავი მოიკლა და დაგრძელეს ერთად საუკეთესო მსახიობი საუკეთესო მაყურებელი ეგ არ ვიცი ხო მართლა მოხდა თუ ლეგენდა არის მაგრამ საინტერესო ამბავით და საინტერესო იმდენად ამაზრზენი იყო და იმდენად ის იყო კარგად თამაშობდა რომ ამ ოფიცრები იყვნენ და ამოიღო იარაღი დაბელური რაც ჰქონდა და სცენაზევე მოკლა და რომ გააცნობიერა რომ რა გააკეთა მე თავი მოიკლა ესე იგი იმდენად მაგარი არტისტი იყო იმას კაი რო ეთამაშა ახლა ხო ვაკოცებდა და ჩაიხუტებოდა ხო აი მაგაშია საქმე ეგ არის იღბალი უკვე მოკლავენ თუ ჩაგახუტებია ეგ რეჟისორზე არ დამოკიდებული ეგ თემა არის ვახ ერთი რაცაც ვაღიარებ ახლა თუ არ გამიბრაზდებით აი წეღა რო ახსენე მიმძიმს ამაზე საუბარი რომელიც სარდაფში არის ხოლმე და დაყვებია იქ მქონდა ოღონდ ეგ სპექტაკლის სახელია განმარტეთ ორი მიმძიმს ამაზე საუბარი არის ოსონებსაძის იქ მქონდა რუსთავის თეატრის სპექტაკლი მსახიობს მინდოდა რომ დამერტყა ის ძალიან მძიმე რაღაცა პირველად მქონდა მე მგონი ადამიანის და ავიც რაღაც სუდის გაკეთების ეგეთი გაუუყებელი სურვილი კი არა ძალიან ისეთი მძაფრი შეგრძნებებით არის ჩვენ მსახიობები ძალიან რთული და ცუდი მაყურებლები ვართ იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად უყურებთ მე კიდე მაგას ვინ როგორ თამაშობს თან შენები არიან მე როდესაც ორჯერ თუ სამჯერ ამაკ ნანახი იმიტომ რომ მცირე რაოდენობის მაყურებელი ესწრება მაგ სპექტაკლზე და სხვას არ ვართ მე ხოლმე იმ სიამოვნებას ორჯერ სამჯერ
მე შევძვერი და ვნახე რა, ხა პირველ დღეებშიც პრემიერებზეც რა თქმა უნდა ვიყავი და ისეთი მომენტი იყო, რომ იმდენად მძაფრად ხდება შიგნით რთული სიტუაცია, რომ ისიც უკვე ისინი გვერდზე მდგომი, ვინც არის ჩემი ჯიგრები რა, ვინც თამაშობენ ახლა, ჩემი სახეობები, ძმაკაცები, მეგობრები, ახლობლები, კარგად რო აკეთებს სიამოვნებს და როგორც კი კარგად რო გააკეთა და რო გესიამოვნა, შენ უკვე შედიხარ იმაში, მორჩა. შენც იგივე შეგრძნებები გიჩნდება, რომ მიმარცხმევინ ახლა მაგ კედელზე თავი მივხვდი, ეგეთი თემა არის. უკვე შედიხარ. მე აცნობიერებ იმისი არ იყოს ოფიცერის კვლელი ოფიცრის არ იყოს, მე აცნობიერებ, რომ მაიცა კაცო რას აკეთებ. სახეს კარგავს ის შენი მეგობარი და ძმაკაცი აღარ ხდება. ის პერსონაჟი. ესე იგი ზუსტად აკეთებს. ტიფლისის დროს კი პატარები იყვნენ თქვენი შვილები, მაგრამ ეხლა პრემიერას რო ესწრებიან, სპექტაკლს რო ესწრებიან თქვენსაც ნერვიულობა არის დამატებითი. დამატებითი ნერვიულობა არა, უფრო მოლოდინია. იმიტომ რომ მე ხო რაცაც ვაკეთებ ის მაყურებლის წინაშე ხო მივიღე რაღაცა დავუშვათ ხო მე უფრო ისეთი მაყურებელი მყავს უფრო ღია მაყურებელი ოჯახის სახით ხო ისინი პირდაპირ გეუბნებიან მაგას მამა ის რაღაცა ვერ გავიგე ის რო გააკეთე მაგრამ ის კარგი იყო ის იყო მიხდი და უკვე ხვდები ამათ რა უნდათ რა თუ ამათმა გაიგეს ფოლადი დაუშვათ, თუ ამათმა გაიგეს მინძიმს ამაზე საუბარი, თუ ამათმა გაიგეს დარისპანის გასაჭირი, თუ ამათმა გაიგეს მარშალი, ეგ იმას ნიშნავს, რომ მაშინ სწორად მუშაობ, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე სწორად მუშაობ და ესენი გეუბნებიან დეტალებს. კარგი იყო ახლა რას გეტყვის ახლა ხო პრემიერაზე მოვიდა ხალხი ტაში დაუკრა ემოცია მიიღო ხო რაც არ უნდა ცუდი იყოს ახლა მამაშენიან ბებიაშენ ბაბუაშენ მნიშვნელობა არა აქვს მაგრამ შენი ოჯახის წევრი რაც არ უნდა ცუდი იყოს ემოცია გაქვს იმდენად მიღებული პირველი ამბობ რომ კარგი იყო მომეწონა მაგრამ არა შენ რა მოგეწონა არ მაინტერესებს შენ რა არ მოგეწონა ის უფრო მაინტერესებს ჯერ სპექტაკლი განხილეს დაუშვათ ხო ოღონ ზუსტად გეუბნებიან შენ სადაც გაქვს მინუსი ზუსტად გეუბნებიან მაგას იმიტომ რომ ბავშვზე კარგი მაყურებელი არ არსებობს. ვერ მოატყუებ. ეგ ისეთი რაღაც არის, რომ შენ რომ იგულისხმებ და უფროსმა გაგიტარა ეგ ყველაფერი და ეს ის გააკეთა, ახლა ეს ვარიანტი გააკეთა და ეს არ გავიგე და მე გამოვყვა, ხო? ისაო შემამდე არ ვარგოდა. ეს რაღაცა ჩაუვარდა ამას. ზუსტად გეუბნებიან. მე ჩემთვის უთქვამთ, კაცო. თავიდან არ იყავი შენ ხო რაღაც ხასიათზე. ზუსტად. ხასიათზე კი არა, ამათ მარიცოდნენ უბრალოდ სახში არ ქონა, თქო სიცხიანი ვიყავ. სიცხიანმა ვითამაშე რაღაც 38-39-მდე სიცხე ქონდა და ვერ ვხედავდი, საერთოდ ვერ ვხედავდი, ოღონდ სცენას ეგ აქვს. როგორც კი შედიხარ, თავიდან შეიძლება ეს კონდეს ხელისცეცება, მაგრამ მე ეს ნერვებს და იმას იმდენად გამოყავხარ, რომ სიცხიანი შევედი და რო გამოვიდი აღარ მქონდა სიცხე. ნერვებმა წაიყო აბსოლუტურად და თავიდან რაღაცაო ვერ იყავი შენ ხასიათზეო ბავშვებმა მითხრეს და ხო მეთქი მამა იმიტომ რომ არ მინდოდა მეთქვა რომ ზუსტად ვიყავ ეგ კონი ზუსტად დაიჭირეს ის იმიტომ რომ ის ახლა რაღაცა მომახიანი და რაღაცის დაწყება რო აქ ნანახი რაღაცა ვერ იცნო მამამისი ნორმალურად რა ეგ აქ ერთ თქვენს ნათქვამს წავიკითხავ, ძალიან დიდ დანაშაულად მიმაჩნია კაცს რომ რაიონში დიდი მიწები აქვს, მისი დამუშავება ეზარება თბილისში, ქარხანაში 800. კარგად შეგისწავლი ვართ მე. კი. 800 ლარზე 800-ზე არა, 800 ლარზე სამუშაოდ მოდის. მაშინაც ასე იყო, დღესაც ასე ადამიანი თუ ხელს გააძლევს, ღმერთი აუცილებლად აჩვენებს უკეთეს გზას. რატო ვიწევთ ყველა თბილისისკენ? არ ვიწევ მე სხვათა შორის თბილისისკენ. თბილისის თეატრთან დაკავშირებით ხო მითხარი და გითხარი არ მინდა მეთქი, იმიტომ რომ რუსთავის ყოფნის არ ვიცი თბილისისკენ რატო ვიწევთ. თითქოს ადვილი სადაც ჩვენ არ ვართ ხო იქ ადვილი გონია. ეგ ერთი მომენტია. და მე არ არის ეს მარტო ჩვენი ბრალი.
არ არის ეს მარტო ჩვენი ბრალი, ეს სახელმწიფოს ბრალია. პირდაპირ თქვა, ეხლა ჩვენაც პოლიტიკურ გადაცემაში არა ვარ და აქედან არ არის ესეთი მომენტი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. ეს არის სახელმწიფოს ბრალი. ნახე რატო იყურეთ, მე ვიყიდე დავუშვა და მაგ 10 ჰექტარი მიწა. 10 ჰექტარი მიწა თუ მე შთამომავლობით მივიდა, ხო? იმას კი არ ვამბობ, რომ უნდა წამართვა. არა, რატო უნდა წამართვა? მე ამას არ ვამუშავებ, ხო? მომეცი ვალდებულება, რომ შენ თუ არ დაამუშავებ, სხვამ დაამუშავოს და შენ გადაგიხადოს 10%, 5, 4, უბრალოდ ის იყოს დამუშავებული. მე ნახე ახლა ქართულის ხასიათი რა არის. ჩვენთან დაუშვათ რო გახსნა ელემენტარულად რაღაცა აბანო, ყველა აბანოს გახსნის, ხო? როდესაც ქართულის ხასიათი იცი, შენ სახელმწიფო ხარ. მე არ გეუბნები რომელიც 9 წელი, 14 წელი, არ მაინტერესებს სახელმწიფო ხარ შენ და ხარ ეგეთ, ხო? ზუსტად იცი ქართულის ხასიათი. ერთს დააწყებინე, გააკეთებინე, მართლა მიეცი საშუალება და მართლა მიეცი ვალდებულება რომ გააკეთოს. და ნახე მე 10% რომ მე მომცა ვიღაცამ ჩემს მიწაზე და რომ შევხედე რომ იმან პრადუთი დაიწყო უკვე. მეც გავაკეთე. ინდორში სიარული. ხო? მე შანსი არ არსებობს რომ 10% დავჯერდე. გამორიცხულია და ოპელვექტრათი ვიარო. გამორიცხული თემაა. მიხვდი? გავაკეთებ იმას. მაგრამ ნახე როგორი რაღაცა არის. სოფლები იცლება. ყველანი ქალაქში მოვდივართ, ხო? ყველანი ქალაქებში მივდივართ. კი ბატონო, საკუთარ თავზეცა მე მაქვს დაუშვათ რაღაცა სოფელი მაქვს, ხო? და წლები არ ყოფილვარ იმ სოფელში. მე ჩემი აწყობილი საქმე მაქვს უკვე 35 წლის განმავლობაში აქ. მე ვერ წავალ ახლა და ვერ იმიტომ კი ვერ წავალ რომ ხელი გამიფუჭდება ან ფიზიკურად ვეღარ ვიშრომებ ისე როგორც დაუშვათ 10 წლის წინ 15-20 წლის წინ ვიშრომებდი, მიხვდი? აქედან გამომდინარე შენ პრესტიჟად აქციე, რანჩოებას რომ ხალხი ჩვენ ვაკეთებთ როგორ რაღაცას ცი, ნახე საზღვარგარეთ მსახიობი რომ გადის პენსიაზე, მართლა ვარსკვლავი რომ გადის პენსიაზე, ის ყიდულობს მილიონობით რაღაცა დოლარი რომ მოაგროვა თუ ევრო რანჩოს და ცხოვრობს რანჩოზე. სოფელში ესე იგი, ხო? სოფელში ცხოვრობს. და ჩვენიდან 2 ჰექტარი, 3 ჰექტარი მიწა აქვს. თან როგორ მიწაზე, იცი, ჯიბიდან რომ გადმოგივარდეს რაღაცა იქიდან რაღაცა ამოდის. მიხვდი ისეთ მიწაზე თორე ახლა რუსთავის მიწაზე 6 ძირი ხე გვაქვს და დღეს ვეძახით, ხო? ეგ თემა არის, მაგრამ ნახე როგორი რაღაცა არის. თუმცა აქაც არის უკვე, შემოვიტანეთ მიწაც, ხო? ეგ მომენტია და ეს არის დანაშაული. სხვა გლეხმა რა უნდა დაგიშაოს? სხვა გლეხმა ქვეყანას რა უნდა დაუშაოს და ამ დანაშაულს აკეთებინებს სახელმწიფო, ალბათ. მე სხვანაირად არ ვიცი, თუმცა არის მანდაც ხასიათებში სხვა. მე მაგალითად აქედან წავსულ ვარ კახეთში, საგარეჯომდე უნდა ჩავსულიყავი თვითონ და გურჯაანამდე ჩავედი და ყურძენი არავინ მომყიდა. რატო იცი რომ 80 თეთრი და აქ რუსთავში ლარ და 10 არ მოუცვალეს ფეხი. მე იმას ვიზავ მეთქი დავკრებ, ბიჭები ვიყავით მაგაცები დასული. მე მახსოვს ეგ წლების წინ რა. 80 თეთრი და რუსთავში ლარი და 10 ნაკლებად არ შემიშვა ტრანსპორტირება იმას აღარ ჭირდებოდა, იმიტომ რომ არ მინდა ჩემია და მორჩი. არ მინდა. 2 კვალს გავიტან მეთქი 200 მეტრიან კვალს გავიტან და წავიღებთ. არაო, შანსი არ არის. ჩამოვედით გურჯაანიდან რო ჩამოხვევი. გურჯაანიდან საგარეჯომდე რომ მიდიხარ და გურჯაანამდე რო ჩაყვალ, მანამდე რო ყურძეს არავინ არ მოხ, ხო? კუდარი ცოცხალი ყველაფერი ვაგინეთ. მაგრამ ნახე როგორი მომენტი არის, რომ ცუდი ხასიათის შემხვდა ვიღაცა, მაგრამ ამ მთელი კახეთის გზაზე ცუდი ხასიათის როგორ შემხვდა? იმისი გენეტიკა არის, ესე იგი ის, რომ იმას არ უნდა და ჩემთვის მოეცა 2 კვალი, იმიტომ რომ ქონდა 15 დაუშვათ. ბატონო ზიად, ახსენეთ, რომ ის დამუშავება, მიწა, ამბავი და ყურძენი. ჩვენ ყავს ერთი არაჩვეულა ყურძენიც ხო? შენ კაი რაღაცები გიგე. საწყობი კაი. სათავსო კაი რაღაცა. ხო, ერთი ჩვენი მეგობარია, კომპანია ნემო, რომელიც ყველა ტიპის ტუმბოს თავაზობს თავის მომხმარებელს, მათ შორის რაც მნიშვნელოვანია, საირიგაციო სამუშაოებისთვის, მიწის სარწყავად,
კორპუსებში წყლის შესაბამისად მიწოდებისთვის ყველანაირი ტიპის ტუმბოები, რაც თავარია, ყავთ მაგარი პროფესიონალი, რომლებიც ნულიდან დაიწყებენ და გავლენ დამკაში და გააკეთებენ ყველაფერს. წყლის ამოსაკაჩავებელი ესე ხო? კი ბატონო, არის ჩასაძირი ზედაპირის კიდე რანაირი ტუმბოებია. აი ჭაბურღილის ჭარო ქონდეს და ჭიდან წყალი ამოტვირთო მაგის. ჩქარი დინები, მე მართლა ვინტერესებს. ჩქარი დინებიდან თუ შეუძლია ამოიტანოს ხა. ეგეც შეიძლება. სიმძლავრეებიდან გამომდინარე, ეგეც შესაძლოა. და ეხლა შემოაქვთ კიდე სპეციალურად ღვინის ტუმბო, რომელიც ქართულ ბაზარზე არ არის და მალე ექნება. ღვინის და თაფლის. ღვინის და თაფლის. სახელობითი ღვინო ჩამოასხეს ნემო. ნემო წითელი დახევრად ტკბილი კინძმარაული. წესით კაი გემოვნებიან ხალხი ყოფილა. რა თქმა უნდა. მოკლედ ტუმბოები. ძალიან გამანებიურეთ ეხლა. ამასაც აგერ გადავ. ნემო, ჩურჩხელა და დიდგორი და მე თეატრში ვარ ხოლმე თქვენ ხშირად მოვიდე. გაგახაროთ ღმერთმა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რაღაც თქვით, რისთვისაც უღრმეს მადლობას გეტყვით. ერთი კითხვა კიდევ უნდა დავსვა. კითხვა? ხო, თოვლის ბაბუობაზე მინდა. უი, თოვლის ბაბუობა. თოვლის ბაბუობაზე. ერთი წელი ვიყავი, ისი რა ქვია, სახელმწიფო თოვლის ბაბუა, ცენტრალური. ხო და ძალიან ბევრი სიხარული მახსოვს და ბევრი სასოწარკვეთილი მდგომარეობა. უი. იმიტომ რომ ბავშვი რო შემოდიოდა და მეუბნებოდა რომ ჩემი ძმა კარგად მინდა რომ იყოს და ჩემი და კარგად მინდა რომ იყოს, მან მახსოვს რომ აი პირველად ცხოვრებაში თუ ახლა სცენაზე ტირილი არ მინდა, არასდროს არ მიტირია და მან ცუდად ხდებოდი უბრალოდ, ვერ იმაშვებოდი, იმიტომ რომ არ მინდა მე შენი არც სათამაშო მინდა, არც დათუნია მინდა, არც თოჯინა მინდა, არაფერი არ მინდა, უბრალოდ ჩემი ძმა არისო ცუდად და მინდა რომ კარგად იყოსო, პატარა 4-5 წლის ბავშვი რო გეუბნება, ყველაფერი გენგრევა აბსოლუტურად შინაგანად მორღვეული ხარ და იყო კაი მომენტებიც. მე რა თქმა უნდა მანქანაო. ლეპტოპი მინდაო. ვისთან ერთად ახარ ბაბუ მოსული მეთქი და დედასთან ერთადო. შემოვიდეს დედიკოს და უძახე მეთქი. და მოვიდო და ეს პატარა ქოხები იყო და ქურქი რო ძლივ შემოვიდო და ხოლმე მეშტე ადგილი რო აღარ იყო დედამ გამარჯობა ბაბუ ეუბნებოდი გისმენთ იქედან ის დედამისი ბაბუკა მეთქი შენ ხვალ საღამოს ლეპტოპი გექნება მეთქი აი ეხლა ვხედავდი მას როგორ გაწოვებ ლეპტოპი სადაა გააკვეთქი და ვიდეოდა და მიდიოდა ტექნიკის მაღაზიიდან ლეპტოპები და ელექტრომანქანები რომელიც მე არ მქონდა. თქვენი შვილების თოვლის ბაბუა იყავით ხოლმე? სჯეროდათ თოვლის? კი, მაგრამ ძალიან ცირია საკში, მე გასვლა გამოსვლის მომენტი უკვე ხდებოდა. უფრო ჩემი დიშვილი არის 2-3 წლით უფროსი და იმან მაგ სახელმწიფო თოვლის ბაბუობაზე მიცნო 3 წლის თუ 3 წელნახევრის იყო და გავდიოდით უკვე გადიოდა ესეც ახლა მივეცი და საჩუქარი ჩავეხუტე იმასკენი და არ მიდის რა წამოდიო კაცო წავიდეთ და ძიო არ მოდისო ვინ ძიო აი კაცო გაჩედით გავიგეო ეხლა გავიგეო ხო გავიგე ეგ არაფერი არ უთხარიო ისინი იყვნენ ფერიები მყავდა უკან ბავშვები იყვნენ გოგოები და იგივე გოგოებთან არაფერი არ უთხარით რომ ძიო იყო ხმაზე ყოფიცანი მე მიცნო ფეხსაცმელებით ჩემო 2 წლის შვილი სანდრო ხო ფეხსაცმელები წვავს მაგდენი არ მოვიფიქრე ამ ქორე ჩექნა მე ახლა მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემით დაინტერესებისთვის და მე მინდა რომ ეს გადაცემა გამოვიდეს ერთ-ერთი გულწრფელი რესპონდენტთაგანი ყოფილიყავით თითოეული თქვენთაგანისთვის და მინდა ბედნიერი მამობა გისურვოთ ყველა თქვენთაგანს ბედნიერება და ჯანმრთელობა და ერთადერთი რაც მინდა ვთქვათ რომ ჩვენი შვილები ყოფილიყვნენ ჩვენზე გაცილებით მაგრები ჩვენზე გაცილებით კარგები მე და შენი სიტუაცია რა გითხრა და შენი შვილები ყოფილიყვნენ შენზე კარგი მამები იცოცხლე და გაიხარე და შენი შვილები ყოფილიყვნენ ყველა დედებზე კარგები აბსოლუტურად და რა ვიცი სრულიად საქართველოს ფარავდეს მამის და დედის მადლი რომელსაც გაიხარ ბატონო ზია ქვია იმიტომ რომ ღვთისმშობლის ქვეყანა ვართ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩემი გახსენებისთვის და ჩემი დაინტერესებისთვის მადლობა თქვენ
და მადლობა ჩვენს მაყურებელს ჩემო აი ლატო. ბატონო ზვიადა, მაგრამ თქვა ერთ-ერთი გულწრფელი გამოვიდესო და გამოვიდა. მართლა. ხო, არა, რატო იცი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის გულწრფელობა. რაღაცა საკითხზე, რომელ საკითხზეც მე არ მინდა ლაპარაკი, პირდაპირ გეტყვი. არ დავიწყებ ხოლმე იმის შელამაზებას, რომ იცი არა, მე ახლა რაღაცა არა, მაგ თემაზე არ მინდა ლაპარაკი. გეტყვი და მორჩა. იმიტომ რომ დანარჩენს გავაფუჭებ მაშინ. მესმის. მართლა თუ მსახიობმა დაიწყო ცხოვრებაში თამაში, სცენაზე, მისთვის ყველაზე წმინდა სცენაზე თამაშია და აქედან გამომდინარე იქ ფასი ეკარგება. და მსახიობმა რა უნდა მაგის მოტყუებას, რა უნდა ადამიანის მოტყუებას, მაგრამ იქ არ ვარ გამერე. იქ თუ შენ სცენა და ის ფიცარნაგი რატოა მაღალი. იქედან არ უნდა გადმოვარდე. იქ რო ახვალ სხვა სამყაროში უნდა შეხვიდე და თუ ცხოვრება და სცენა შენთვის ერთი და იგივე არის, რა მნიშვნელობა აქვს მას სადგი თამაშია და მინდა რომ გულწრფელი გამოვიდეს დღევანდელი გადაცემა და მაყურებელმაც ისე მიიღოს, როგორც თქვენ გინდოდა რომ გამოსულიყო. მაყურებელს ბევრი რამე უნდა და მე მაგდეს ვერ გავხაჭო. დიდი მადლობა და მიშო ბატონი ზვიადის ხმა ამდენი ხანი მაქვს მარტო ტელევიზორში მოსვენილი და ეხლა დასასრულისთვის ველოდებოდი რომ ვიღაცა იტყო და სერიალს ახმოვანებდნენ ამ ფილმს ახმოვანებდნენ. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს რომ გვიყურა და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. ავადროებით. სულ კარგად ვთანდებოდით. მამების დრო ყოველ 4 შაბათს 20 საათზე.